ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე მოწმის სახით ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები დაიკითხდნენ საქმეზე ბრალდებები წარდგენილი ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებოდნენ, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებდა. დღეს სასამართლოში ეკა ლემონჯავა მუშაობდა და ამ საქმეზე უფრო ცლად ისახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს ეკა გისმენთ. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმის განხილვა, სადაც ბრალდებულია 8 პოლიტიკოსი, არის დასკვნით ეტაპზე. უახლოეს დღეებში პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს და როგორც თავად ბრალდებული პოლიტიკოსები ვარაუდობენ, დაახლოებით აგვისტოს დასაწყისში ამ საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ისინი არ გამორიცხავენ, რომ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი და მათ, ვინც თავისუფლებაში იმყოფება, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად დააკავებენ და უმეტეს მათგანს პენიტენციურ დაწესებულებაში შეაბრუნებენ. რაც შეეხება თავად საქმეს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა ნეიტრალური საქართველოს ორი წევრი, მათ შორის ნანა კაკაბაძე და ვატო შაქარიშვილი. როგორც შაქარიშვილმა სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა, საქართველოში ფართო აგენტურული ქსელი მოქმედებს, რომელიც ფინანსდება უცხო ქვეყნისგან და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ ვატო შაქარიშვილისა და ნანა კაკაბაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება. ორს უსმინა და დანარჩენი სამიც იგივეს მოყვება. ეს ეგრეთ წოდებული ნეიტრალური საქართველოს ხალხი. ყვევიან, რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ პოლიტიკოსები და თქვენც მედია და პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები და რუსთაველზე ვიზგას და ეს არის რაღაცა გაშლილი დიდი ქსელი. ამბობენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე, ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ცდელობა, სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა თუ რაღაც ხარატემის სახიან. მე რაც მოვყევი, ამას უყვება ადამიანი, ჩემი აზრით ის ან დასაწვენია, აქ მოსაყვანი არ არის, ანუ ან დასაწვენია, ან გამოსაკოლევია რა ჭირს ხო, რა სყვება. რა შეიძლება რა უნდა ვკითხო ეხა მაგაზე, რომ მართლა გჯერა ვატო შენ ამ ბოდვის, მაგას ხო არ შეეკითხები. დღევანდელ სასამართლო პროცესს, სადაც როგორც უკვე იცით და გითხარით, 8 პოლიტიკოსია ბრალდებული, მხოლოდ ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდნენ. ვატო შაქარიშვილის დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა ზურაბ ჯაფარიძემ, მან ჩვეულებრივი ბოდვა უწოდა მის ჩვენებას, დასაწვენია ან გამოსაკვლევია, ასე აფასებს ჯაფარიძე დღეს დაკითხული მოწმის ჩვენებას. უცხო ძალასთან თანამშრომლობ შენი ქვეყნის წინააღმდეგ უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ჩადიხარ სხვადასხვა ინსტიტუტებში და იქ აბსოლუტურად უსამართლოდ აბსურდულ ბრალდებებს უყენებ შენივე ქვეყანას, აბეზღებ შენივე ქვეყანას, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ითხოვს სანქციებს, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ითხოვს სადამსჯელო ღონისძიებებს. ცხადია, ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა. როგორც უკვე გითხარით, ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმის განხილვა არის დასკვნით ეტაპზე და უახლოეს პერიოდში ბრალდებულები ელოდებიან ამ საქმეზე განაჩენის გამოტანას. დღევანდელ სხდომას ესწრებოდა მხოლოდ 2 ბრალდებული, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებიდან არ იყო გადმოყვანილი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა მელია და ელენე ხოშტარია, ისედაც არც ერთ პროცესს არ ესწრებოდა, ისევე როგორც ნიკა მელია. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური დევნის საქმე არის და ამ საქმეზე არც ერთი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ არ არის მოპოვებული.